მოგესალმებით კიდევ ერთხელ, შეგახსენებთ რომ ეს არის SQL-ის კურსი, მონაცემთა ბაზების კურსი Harvard-ის პროგრამით და დღეს ჩვენ ვამთავრებთ მეორე თავს, ეს არის მეორე თავის ბოლო გაკვეთილი. ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია ეს და ამიტომ თავიდან ბოლომდე ძალიან დიდი ყურადღებით უყურეთ. მშვენიერი, მოდით გადავიდეთ უკვე პირდაპირ საქმეზე. გახსოვთ ალბათ რომ ჩვენ ბოსტონის მეტროს ბარათების და ასე ვთქვათ სამგზავრო სისტემის შესახებ ვაკეთებდით ჩვენს მონაცემთა ბაზას და ბოსტონის მეტროში არსებობს ასეთი ჩარლი კარდი ბარათი, რომელსაც შეგიძლია იმგზავრო. მაგრამ აქამდე ჩვენ არ გვითქვამს ესეთი რამ, რომ ჩვენს მონაცემთა სქემაში, ჩვენს მონაცემთა ასე ვთქვათ სტრუქტურაში გვაქვს რაღაცნაირი პატარა პრობლემა გვაქვს. აქამდე ჩვენ ვამბობდით რომ ყავდა მგზავრები და მგზავრების ტრეკინგს ვაკეთებდით, მაგრამ სინამდვილეში მგზავრების ტრეკინგს არავინ არ აკეთებს. სინამდვილეში გვჭირდება რომ ბარათების ტრეკინგი გავაკეთოთ. ანუ რომელი ბარათი გაატარეს, რომელი ბარათი გაატარეს იმ დროს, როცა რაღაცა შევიდა სადგურზე, რომელი ბარათი გაატარეს, როცა გამოვიდა სადგურზე და ასე შემდეგ, ხო? ანუ კონკრეტულად მგზავრების ტრეკინგს კი არა, ბარათების ტრეკინგს უფრო აკეთებს ეს მონაცემთა ბაზა. და იმიტომ რომ ბარათზე უნდა მოხდეს ინფორმაციის ჩაწერა, ასახვა ან მონაცემთა ბაზაში უნდა მოხდეს ამ ბარათის შესახებ ინფორმაციის ჩაწერა, ასახვა ბალანსის განახლება და ასე შემდეგ. ანუ კონკრეტულად პიროვნება კი არ არის აქ მნიშვნელოვანი ტრეკინგის დროს, არამედ ბარათია. მე შეიძლება ჩემი ბარათი ვიღაცას სხვას მივცე და იმანაც იმგზავროს, მე თუ არ მგზავრობ იმ დროს, იმანაც იმგზავროს და პრობლემა არ არის, ხო? ანუ ვიყიდო და ჩემ შულს მივცე, ანუ ვიღაცას მივცე, შესაბამისად ბარათების ტრეკინგი გვჭირდება. ამიტომ რო გავასწოროთ ჩვენი ბაზის ასე ვთქვათ ტერმინოლოგია და ლოგიკა, ხო? იმის მაგივრად რომ ჩვენ გვყავდეს riders, ანუ აქ რო რაიდერები, ანუ მგზავრები ყავდა, ხო? Riders-ის მაგივრად შეგვიძლია გქონდეს კარდები, ანუ ბარათები. და იმის მაგივრად რომ რეალურად ვიზიტები გქონდეს, ანუ როცა რაიდერსები ყავდა, მაშინ ვამბობდით რომ კონკრეტული რაიდერი, ანუ კონკრეტული მგზავრი ესტუმრა კონკრეტულ სადგურს. მაგრამ ამ შემთხვევაში კი არ ესტუმრა, ამ შემთხვევაში კონკრეტული ბარათი გატარდა, სვაიპი მოხდა, გასმა, დადება მოხდა კონკრეტული ბარათის კონკრეტულ იმაზე, რა ქვია, სადგურზე. ანუ ბარათი გავუსვით, გავატარეთ, დავადეთ კონკრეტულ სადგურზე. და აი ამის ტრეკინგი გვინდა რომ გავაკეთოთ. შესაბამისად ჩვენ დაგვჭირდება რაღაც ცვლილებები იმისათვის რომ აი ამ ჩვენი ახალი მოცემულობის ასახვა მოვახერხოთ ჩვენს კონკრეტულ მონაცემთა ბაზაში. მოდით აბა ვნახოთ როგორ შეიძლება ეს გამოიყურებოდეს. ანუ ბარათს აქვს რაღაცა თავისი ID, აქვს თავისი რაღაცა სვაიპის შესაბამისი ცხრილი, სადაც რეალურად გვაქვს ID ტიპი, სვაიპის ტიპი, რას გულისხმობს ესეც სვაიპის ტიპს, ანუ მე შევედი სადგურზე, თუ გამოვედი სადგურიდან, თუ რა გავაკეთე, იმის მიხედვით არის სვაიპ შეიძლება თავისი ტიპი ქონდეს. Date time, ანუ თარიღი, თუ რა თარიღზე მოხდა ეს ყველაფერი, amount-ი, ანუ რამდენი უნდა ჩამომეჭრას მაგალითად აი აქედან, აი ეს ასე ვთქვათ ცხრილი შეიძლება გქონდეს ასეთი სვაიპების ცხრილი. და იმისათვის რომ მივაღწიოთ იმ კონკრეტულ სიტუაციას, რომ აი ეხლა რაც გვაქვს, აქამდე რაც გქონდა ეს მონაცემთა სქემა, ეს მონაცემთა სტრუქტურა ჩვენს მონაცემთა ბაზაში, შევცვალოთ და გადავაკეთოთ და მივიღოთ ის რაც ჩვენ გვინდა, რამდენიმე გზა არსებობს ამისათვის და აქამდე ჩვენ ვიყენებდით drop table ბრძანებას იმისთვის რომ აგვეშალა ყველაფერი რაც იყო და ახალი სქემა ჩაგვეტვირთა რომ მიგვიღო შედეგი. მაგრამ ეს ყოველთვის ასე ვთქვათ მოსახერხებელი არ არის ესეთი მიდგომა, იმიტომ რომ თუ კონკრეტულ მონაცემთა ცხრილში რაღაც ინფორმაცია უკვე მაქვს და მინდა უბრალოდ რომ დავამატო კონკრეტული სვეტი, ან სვეტს გადავარქვა სახელი, ან რაღაც constraint-ი დავადო, ასე ვთქვათ, უკვე არსებულ ველებს, ამ შემთხვევაში თუ ჩვენ მონაცემთა ცხრილს წავშლით, იქ არსებული ინფორმაცია დაგვეკარგება. მაგრამ თუ მინდა რომ შევინარჩუნო ეს ინფორმაცია და თან რაღაც შიგნით კიდევ ცვლილება გავაკეთო, ამისათვის გვჭირდება ცვლილება მონაცემთა ცხრილის სტრუქტურის და აი altering-ი ქვია ზუსტად ამას, ცვლილება, ანუ მოდიფიკაცია, შეცვლა, განახლება კონკრეტული ცხრილის სტრუქტურის და ახლა აი ეს უნდა ვისწავლოთ. მშვენიერი. პირველ რიგში ჩვენ აქამდე რაც არაერთხელ გამოგვიყენებია არის აი ეს drop table ბრძანება, ხო? და drop table ბრძანების გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია რომ რეალურად წავშალოთ კონკრეტული მონაცემთა ცხრილიდან, კონკრეტული მონაცემთა ბაზიდან კონკრეტული მონაცემთა ცხრილი.
ამ შემთხვევაში მოდით ისევ დაუბრუნდეთ ჩვენ SQLite მონაცემთა consoles, terminals და იმის მაგივრად რომ აქ შევიტანოთ რაიმე ცვლილებები ამ კონკრეტულ ფაილში. ამის მაგივრად რეალურად აქ გავაკეთოთ ყველაფერი. პირველ რიგში გაჩვენებთ რომ ნამდვილად ეს ცხრილები რაც აქამდე გქონდა ნამდვილად არსებობს, riders, stations, visits. ასევე მათ სქემას გაჩვენებთ, რომ ნამდვილად ასეთი სქემით არის, რაც წინა გაკვეთილში გავაკეთეთ, დავამატეთ ეს not null-ი, unique-ი და აქაც კიდე not null-ი დავამატეთ, ეს constraint-ები დავამატეთ. მაგრამ ეხლა რეალურად ჩვენ გვჭირდება რა? ჩვენ თქვით რომ არ გვჭირდება riders ცხრილი, არამედ riders ცხრილის მაგივრად გვჭირდება cards ცხრილი. შესაბამისად, მოდით შევცვალოთ სიტუაცია, drop table წავშალოთ riders ცხრილი. ხო? შვენიერი. გავუშვათ და ნახოთ, ნამდვილად წაიშალა. აღარ არის უკვე riders ცხრილი აღარ გვაქვს. მაგრამ ასევე ჩვენ ვთქვით რომ visits ცხრილიც აღარ გვჭირდებაო. უბრალოდ swipe-ები გვინდა რომ ერქვასო ამ visits ცხრილსო, ხო? ამიტომ მოდით ავდგეთ და გადავარქვათ visits ცხრილს სახელი და მოდით ნახოთ როგორ შეიძლება ეს მოვახერხოთ. არსებობს alter table ასეთი ბრძანება, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ alter table-ის შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბევრი კიდევ სხვადასხვა დამატებითი ბრძანებები. ერთ-ერთი არის rename to გადაარქვი სახელი, მაგრამ rename-ის გარდა შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე დაამატე კოლუმნი, დაამატე სვეტი, drop კოლუმნი, ანუ წაშალე სვეტი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია რომ ახლა ეს ასე ვთქვათ in action, ანუ რეალურად მოქმედებაში ვნახოთ როგორ მუშაობს და რანაირად. მოდით გავაკეთოთ ესეთი რამ. alter table. უნდა უთხრათ რომელი ცხრილის შეცვლა გვინდა, ამ შემთხვევაში visits ცხრილი გვინდა, visits ცხრილის გვინდა რომ სახელი გადავარქვათ და rename to swipes. ანუ ვიზიტების ცხრილს, სტუმრობების ცხრილს გადავარქვათ და გასმების და დების ბარათის გატარების, ასე ვთქვათ, სახელი swipes დავარქვათ, ხო? გავუშვათ და ახლა ნახოთ რა მდგომარეობაა. ახლა უკვე გვაქვს stations და swipes. აქამდე თუ გქონდა და გახსენებთ, გქონდა stations და visits, აი visits გადაერქვა სახელი და ახლა გვაქვს stations და swipes. შვენიერი. მაგრამ აი ახლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ რეალურად აი აქ გვაკლია ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი სვეტი ამ swipes მონაცემთა ცხრილში, მაგალითად schema swipes რო ვნახოთ. ამ შემთხვევაში აღმოვაჩენთ, რომ აი ეს ორი ცალი ცხრილი გვაქვს, მაგრამ აქ არ არის მითითებული რა ტიპის, ასე ვთქვათ, გასმა მოხდა. ანუ შევიდა მომხმარებელი სადგურზე, გამოვიდა მომხმარებელი სადგურიდან თუ რა მოხდა ზოგადად, ეს არ არის მითითებული. ამიტომ შესაბამისი გასმის, ანუ გატარების ტიპის შესაბამისი, ასე ვთქვათ, სვეტიც გვინდა რომ ჩავამატოთ. ამისათვის alter table და ამ შემთხვევაში ვეუბნებით რომ swipes მონაცემთა ცხრილის შეცვლა გვინდა, ცხრილის სტრუქტურის შეცვლა გვინდა. ოღონდ ვეუბნებით add column დაგვიმატე სვეტი swipe type. მოდი ესეთი სვეტი დავამატოთ, რომელსაც ქვია გასმის ტიპი, გატარების ტიპი. და უთხრათ რომ ეს ტიპი იყოს ტექსტური. აქ შეგვიძლია მივუთოთ რა, ასე ვთქვათ, როგორი მონაცემთა ტიპი შეიძლება ქონდეს ამ ტექსტს, ამ სვეტს. და გავუშვათ და როგორც ხედავთ, ჯერჯერობით აქ წინა ჯერზე რო სქემა გამოვიძახე, აქ რეალურად არ მქონდა swipe-ის ტიპის შესაბამისი ინფორმაცია, მაგრამ მოდით ახლა კიდევ ვნახოთ swipes ცხრილში რა ხდება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც აი აქ swipe type-ი დაემატა ახალი სვეტი. Swipe type ტექსტი. შვენიერი. ანუ ახლა უკვე გვაქვს ახალი, ასე ვთქვათ, ცხრილი, უბრალოდ ძველი ცხრილის ახალი ვერსია, სადაც რეალურად აი ეს swipe type, ასე ვთქვათ, სვეტი გვაქვს, რომელშიც ტექსტი წერია და უკვე შეგვიძლია დავთრეკოთ როგორი ტიპის მონაცემები, როგორი ტიპის swipe-ები მოხდა ამ დროს. მაგრამ მოდით ჩავთვალოთ, რომ swipe type-ი არასწორად დავარქვი ახლა მე ამას და რატომღაც მინდა რომ გადავარქვო ამას სახელი. როგორ შეიძლება ახლა ამის მოხერხება, რომ რეალურად რატომღაც swipe type-ი კი არ მინდა რომ ერქვას, პირდაპირ type-ი მინდა ერქვას, იმიტომ რომ swipes-ი სადაც ქვია ამ ცხრილს და swipe-ის ცხრილში შიგნით
უბრალოდ type-ი რო ერქვას მირჩევნია, იმიტომ რომ მივხვდები რომ swipe-ის type-ია საუბარი, ხო? მოდით გავასუფთავოთ. ეს ცოტა გავადიდოთ, ესე, მშვენიერი. და ამ შემთხვევაში მოდით გავაკეთოთ ეს რაღაც, რომ sweats ისევ გადავარქვათ, ასე ვთქვათ, სახელი. მაგრამ წეგან ჩვენ გავაკეთეთ ესეთი რამ, რომ ჩვენ ხო, მოდით ჯერ გადავარქვათ და მე გეტყვით მაგას. ესე იგი alter table swipe ცხრილში, alter table swipe ცხრილში გვჭირდება sweat-ისთვის სახელის გადარქმევა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ესეთი რამე გავაკეთოთ rename column. აი ესე. და swipe მოიცა რასწორად დავყრიფე. Swipe type. აი ესე იყო. კი ბატონო, swipe type to type. Road type-ი რო ერქვას swipe type-ის მაგირად, type-ი რო ერქვას აი ეს მინდა. გავუშვათ. alter table swipes. alter ნახეთ. აი ეს table tb ლე დავწერე. შედიერი, გადავარქვათ. გადავაკეთოთ. აი ესე. rename swipe type to type. კი ბატონო. აბა ვნახოთ ახლა სქემა, ახლა უკვე სქემაში swipe type-ის მაგივრად type-ი უნდა გქონდეს. გავუშვათ და აგერ swipe type-ის მაგივრად გვაქვს type-ი სახელად ტექსტი. ამან არ დაგაბნიოთ რომ ეს ერთ ხაზზეა, რატომღაც ესე ჩათვალა რომ ორი ველი რო ერთ ხაზზე შეიძლება თავისუფლად შეიძლება დავწეროთ და ამანაც ესე ჩათვალა რომ ასე შეუძლია რომ გვაჩვენოს თავარი ამ ძიმით იყოს გამოყოფილი. შვენიერი. ეხლა რაც შეგვიძლია კიდე გავაკეთოთ, არის ის რომ კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, ვნახოთ რეალურად რა სიტუაცია არის იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვინდა რომ დავუბრუნდეთ ჩვენი SQL schema files და აქედან გავაკეთოთ რაღაც ცვლილებები, აქედან მოვახერხოთ ის რასაც ახლა აი აქ ვაკეთებდით, მაგრამ იმაზე გაცილებით მეტი გავაკეთოთ, ვიდრე აქამდე, ასე ვთქვათ, ვაკეთებდით. სამ მაგას დავუბრუნდებით. მოდით ესეთ რაღაც გავაკეთოთ. პირველ რიგში drop table ბრძანებებით წავშალოთ ის ცხრილები, რომელიც აქამდე შევქმნით. დამეჭირა რასწორად, მშვენიერი. drop table swipes ასევე დაგვჭირდება რომ წავშალოთ კიდევ გქონდა ჩვენ stations წავშალეთ, აბა ვნახოთ სქემაში რა დარჩა. არაფერი, tables. არაფერი, ცარიელია. შვენიერი, გვაწყობს რომ ცარიელია. ახლა უკვე დავაბრუნოთ ჩვენი schema SQL ფაილი. ოღონ ამ schema SQL ფაილში რაღაცეები შევცვალოთ. ანუ აქამდე თუ ჩვენი კონსოლიდან ვაკეთებდით ცვლილებებს, რეალურად ახლა აქედან შეგვიძლია რაღაცების გაკეთება. რა თქმა უნდა, კონსოლიდან იმ შემთხვევაში გვჭირდება ცვლილებების გაკეთება, როდესაც ჩვენ alterings და რაღაცებს ვაკეთებთ, რომ აი კონსოლით როცა ვაკეთებთ კონკრეტულად ერთ რაღაცაზე ვფოკუსირდებით. მაგრამ როცა ფაილში ვაკეთებთ რაღაც ცვლილებებს, ხო, და წინასწარ ქმნით მთელი მონაცემთა ბაზის დიზაინს ამ ფაილში, მაშინ რეალურად ყველაფერს თავიდან ბოლომდე ვცდილობთ, რომ ყოველ შემთხვევაში გავითვალისწინოთ, ხო? შვენიერი. ამიტომ მოდით გავაკეთოთ ესეთი რაღაც. იმის მაგივრად რომ გქონდეს riders ცხრილი, როგორც თქვით, აღარ გვინდაო riders ცხრილი, ამიტომ შეგვიძლია წავშალოთ. მაგრამ ამის მაგივრად გქონდეს cards ცხრილი, ხო? create table cards. აი ესე. ID იყოს integer-ი. Okay? და ვთქვათ რომ ეს არის primary key. ID. Okay? შვენიერი. აქ რაიმე განსაკუთრებული მეტი არ გვჭირდება table-ების ამბავში. მერე გვაქვს stations ცხრილი, რომელსაც გვახსოვთ ალბათ რომ not null და unique დავამატეთ name-ზე და line-ზე დავამატეთ not null. Okay? გასაგებია. და მერე აი აქ create table visits მაგივრად გვაქვს swipes უნდა გქონდეს, ხო? Swipe ცხრილი. Swipe ცხრილს შეიძლება გქონდეს არა მხოლოდ rider ID და station ID, უფრო სწორად rider ID და station ID ისედაც აღარ დაგვჭირდება rider ID უფრო სწორად. მაგრამ დაგვჭირდება card ID ამის მაგივრად. Card
ID, იმიტომ რომ აი ამ ქარდების რაიდერების მაგივრად ქარდები ყავს ახლა, ხო? Card ID, რომელიც აი აქ rider ID-s მაგივრად foreign keys გადავაკეთოთ, card ID, რომელიც card ცხრილიდან იქნება ID ველის შესაბამისი. აი ამაზეა საუბარი, card ცხრილიდან ID ველის შესაბამისი, ხო? მშვენიერი, მოდი ეს ცოტა კიდე გავადიდოთ, აი ესე. ახლა ჩვენ რაც შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ არის რომ დამატებითი, ასე ვთქვათ, ველები ჩაუმატოთ ამ ჩვენ swipes ცხრილს. პირველ რიგში კონდეს თავისი ID კონდეს ამასაც. integer იქნება. ასევე კონდეს card-ის ID integer ესეც. საუბარი აი ამ foreign key-ზე, რომელიც აქამდე მქონია უკვე ბოდიში. ასე მქონდა. მშვენიერი. ასევე station ID. Station ID-ის შემთხვევაშიც ეს იყოს integer-ი, ესე და აგერ ამ station ID-ზეა საუბარი, აქ. რატო ვამატებ ორჯერ? რო იყო, მგონია რომ არისო და ვამატებ მეორჯერ. კაი. აგერ station ID-ს მაქვს. ბოდიში თუ დაგაბნეთ. კაი, და ეხლა ჩვენ გვჭირდება რომ დავამატოთ ტიპი, ასევე თარიღი გახსოვთ ალბათ, როდესაც გაიარა და ასევე amount-ი, ანუ რამდენი უნდა მოეჭრას. ესეც უნდა დავამატოთ, ხო? ეხლა აქ არის ყველაზე, ასე ვთქვათ, საინტერესო ამბავი ხდება აქ. ანუ რეალურად აქ ჩვენ ვუბრუნდებით column constraint-ებს, გახსოვთ ალბათ check-ი, default-ი და not null-ი და unique-ი. აი ესენი ეხლა უკვე კიდევ უფრო თვალსაჩინოდ უნდა გამოვიყენოთ. აქამდე ჩვენ გამოვიყენეთ not null-ი და unique-ი, მაგრამ check-ი და default-ი არ გამოგვიყენებია და ეხლა ვნახოთ როგორ შეიძლება ამორის უფრო კარგად გამოყენება. კაი, შევხედოთ ესეთ სიტუაციას. ჩვენ ვთქვით რომ გვჭირდებაო type-ი, ანუ swipe-ის type-ი გვჭირდება, ხო? რომ გასმისას, ასე ვთქვათ, რა ტიპის ოპერაცია ხდება. და რა ტიპის ოპერაცია შეიძლება ხდებოდეს, სამი ტიპის ოპერაცია შეიძლება ხდებოდეს. მგზავრი შევიდა იმაზე, სადგურზე, მგზავრი გამოვიდა სადგურიდან და კიდევ ერთხელ swipe-ი რა შეიძლება დაგვჭირდეს, არის რომ ბარათზე დეპოზიტი შევიტანოთ, ანუ ბარათზე თანხა ჩავრიცხოთ. ესეც ერთ-ერთი swipe-ის მაგალითია. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება რომ ეს იყოს ტექსტური. გვჭირდება რომ არ იყოს null-ი. ნახეთ რამდენ რაღაცას დავუმატებთ ამას. და ასევე გვჭირდება რომ შევამოწმოთ, აი ესეთი check-ი გავაკეთოთ, რომ კონკრეტულად type-ი, აი ამ type ცხრილში, type ველში, რასაც ჩაწერენ, ანუ type-ი იყოს in აი ამ სიაში. და სია ესეთია enter, ანუ შევიდა იმაზე, სადგურზე მგზავრი, exit, ანუ გამოვიდა და deposit. ნახეთ, დააკვირდით აქ რა ხდება. აი აქ სია შევქმენი აი ამ ფრჩხილებში და ვთქვი რომ აი ეს type-ი, ანუ აი ეს type ველი ამ type ველში შესაძლებელია შევიდეს, შესაძლებელია ჩაიწეროს ამ სიიდან არსებული ერთ-ერთი მხოლოდ. ანუ ეს type-ი უნდა იყოს ანეს, ანუ ეს type-ი უნდა იყოს აი ამ სიაში, ამიტომ წერია აქ in სიაში. ამ სიაში უნდა იყოს. ამით რეალურად ესეთი check-ი რო დავამატი, ამით მე რეალურად ეს კონკრეტული სვეტი შევზღუდე ისე, რომ რეალურად შესაძლებელი იყოს, რომ მხოლოდ აი ამ სამი რაღაცის ჩაწერა იყოს შესაძლებელი ამ სვეტში და მეტი არაფრის. ნახეთ, ეს საშუალებას მაძლევს რისას, რომ რაღაც კონკრეტულმა რომელიმე დეველოპერმა რაღაც რო შეეშალოს, არასწორად ჩაწეროს deposit სიტყვა, ან რამე სხვა სიტყვა ჩაწეროს და გამიჩნდეს მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-10 type-ი, რომელიც არასწორად ჩაწერილის შედეგად type-ოს შედეგად აღმოჩნდა, ხო? ეგ ხო არ მაწყობს. იმიტომ რომ მე სულ 3 ტიპი მაქვს და ამირევს ჩემი მონაცემთა ბაზის ლოგიკას. ამიტომ შემიძლია ასე ვთქვათ, წინასწარ განსაზღვრო რა შეიძლება ინახებოდეს ამ კონკრეტული ველის კონკრეტულ მნიშვნელობად და ეს მნიშვნელობები წინასწარ ჩამოვთვალო ასე სიის სახით და ვთქვა რომ შევამოწმო რომ type-ი ნამდვილად არის ამ სიაში. ამიტომ ვიყენებ in operators. მშვენიერი. ეს არის ტიპის შესაბამისი ველი. ახლა ასევე გვჭირდება datetime-ი. Datetime-ი არის ისეთი ველი, რომელშიც თარიღიც და ისიც საათის მილიწამების სიზუსტით არის შეტანილი. შესაბამისად, რადგან ასეთი რამ გვჭირდება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ,
რომ ეს იყოს ნუმერიკი, მილიწამები უნდა შევინახოთ სინამდვილეში აქ და უნდა იყოს ნუმერიკი. უნდა ვთქვათ, რომ რეალურად ეს არ იყოს ნალი, ანუ არ იყოს ცარიელი, ესეც გვჭირდება ნამდვილად, მაგრამ ნახეთ, მე რა მჭირდება? მე მჭირდება, როცა გაატარა სვაიპი როცა მოხდა, იმ წუთას რა თარიღიც იყო, ის რომ ავტომატურად ჩაიწეროს. ამიტომ მე შემიძლია default ნიშნულობა გამოვიყენო, default keyword-ი გამოვიყენო, ანუ ნაგულისხმევი ნიშნულობა და უთხრა რომ by default, ანუ თუ ვინმე ხელით არ ჩაწერს აქ რამეს თავისით და უბრალოდ ამ ველში ახალ სტრიქონს ჩაამატებს, მაშინ ეს ველი datetime ველი თავისით შეივსოს. default-ი უზრუნველყოფს ამას, რომ თავისით შეივსება. ოღონდ თან უნდა ვუთხრა რითი შეივსოს თავისით და თურმე current time stamp აი ასეთი რამ შემიძლია ავკრიფო. ეს უზრუნველყოფს იმას, current time stamp-ი არის მიმდინარე თარიღი და საათი ერთად, რომ ავიღოთ კონკრეტულად კომპიუტერის სისტემიდან, კომპიუტერში რა დროც არის დაყენებული. იქიდან რომ ავიღოთ და მივხვდეს ამ წუთას ეხლა მიმდინარე რა დროა და რა თარიღია, აი ამით, ამის საშუალებით აიღებს. და გვექნება სიტუაცია, სადაც გვაქვს მიმდინარე თარიღი ავტომატურად ჩაწერილი რეალურად datetime ველში. იმიტომ რომ default-ი, ანუ ნაგულისხმევი ნიშნულობა იყო current time stamp-ი. მშვენიერი. და ახლა კიდევ შეგვიძლია დავამატოთ amount ველი, სადაც რომელიც გვექნება ნუმერიკი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს რაოდენობაა და გვინდა not null იყოს, მაგრამ აქ მოდით რა გავაკეთოთ, იცით? აქ თუ default constraint-ი გამოვიყენეთ და აქ check-ი. აქაც დაგვჭირდება check-ის გამოყენება. ნახეთ რა შევამოწმოთ ახლა აქ, რომ amount-ი არ იყოს ნულის ტოლი. ხო? არ უდრიდეს ნულს, აი ესე. რეალურად ეს საშუალებას მაძლევს, რომ დავrწმუნდე, რომ ვინმე თუ რეალურად swipes გააკეთებს, amount-ში არ უნდა იმ რაღაც პროგრამამ ან იმ რაღაც სისტემამ, რომელიც swipes გააკეთებს, ჩემს მონაცემთა ბაზაში არ შეიძლება ჩაწეროს ისეთი ინფორმაცია amount წყილში, რომ ნულის ტოლი იყოს. ანუ თუ დეპოზიტს აკეთებს, მაშინ დეპოზიტი უნდა მოხდეს და რაღაცა რიცხვი უნდა იყოს ნულისგან განსხვავებული. თუ შევიდა სადგურზე, ამ დროს რაღაცა რიცხვი უნდა იყოს ნულისგან განსხვავებული. თუ გამოვიდა სადგურზე, ამ დროსაც რაღაც რიცხვი უნდა ჩაიწეროს ნულისგან განსხვავებული, ხო? შესაბამისად, შეიძლება ესეთი ჩეკი დავამატოთ, რომ შეამოწმოს, რომ ნამდვილად amount-ი არ იყოს ნულის ტოლი. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რეალურად ახლა შეგვიძლია ჩვენი აი ეს ახალი მონაცემთა სტრუქტურა ავსახოთ ჩვენს მონაცემთა ბაზაში. ისე ვნახოთ, რომ ნამდვილად დავrწმუნდეთ, რომ არავითარი, ასე ვთქვათ, ცხრილები ახლა ბაზაში არ არის, ცარიელია. read schema SQL და თუ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და რამე სინტაქსური შეცდომა არ გქონდა, გავუშვათ და გონია სინტაქსური შეცდომა. პირველ რიგში ნახეთ რას დააკვირდით. პირველ რიგში სანამ ასე ვთქვათ სინტაქსურ შეცდომებზე გადავალთ, ნახეთ parse error გვიწერს. line 1, line 2, line 3. რა წერია 1, line 1, line 2, line 3-ზე? შევხედოთ, მოიცა დაუბრუნდეთ ამას ტერმინალს ჩვენსას, აი ესე. ოპა, არასწორ ტერმინალს დაუბრუნდით. აი ესე. მშვენიერი. დაუბრუნდეთ და აი აქ ვნახოთ riders stations visits წერია პირველ მეორე ხაზზე drop table riders drop table stations drop table visits. ანუ ესენი რატო ხდება? ეხლა ცარიელია მონაცემთა ბაზა და ჩვენ ვუთხარით, რომ წაშალე ცხრილი riders, წაშალე ცხრილი stations, წაშალე ცხრილი visits. რაც სინამდვილეში არ გვჭირდებოდა, იმიტომ რომ ეხლა ცარიელია. ამიტომ პირველ რიგში ამებზე გვიყვირა, რომ რაღაც ისეთ ცხრილებს მაშლევინებო, რომლებიც არ არისო ბაზაშიო და ვერ წავშლიო. ამიტომ მოდით ესენი ამ ეტაპზე შეგვიძლია წავშალოთ ისინი თან უკვე ვისწავლეთ ალტერი როგორ ხდება და მომავალში შეიძლება ალტერი გამოვიყენოთ, ამიტომ შეიძლება სულ არ დაგჭირდეს დროპების გამოყენება, ან შეიძლება დაგჭირდეს, არ ვიცი, მაგრამ გააჩნია როგორ დაგჭირდებათ იმის მიხედვით შეხედეთ. ამიტომ ესენი წავშალოთ და ასევე კიდევ სადღაც მაქვს სინტაქს ერორი მეხუთე ხაზზეო მეუბნება. მაგრამ მეხუთე ხაზი ეხლა მე რადგან ისინი წავშალე მეხუთე ხაზი შეიცვლებოდა, ამიტომ მოდი იმას ვქნა გავასუფთავოთ და თავიდან ვცადოთ გაშვება და ეხლა ეს სინტაქს ერორი კიდე მექნება. და ვნახოთ ეხლა რომელ ხაზზე დაგვიწერსო სინტაქს ერორია.
აი ეხლა ამ შემთხვევაში აი აქ სად არის პირველ ხაზეო create იმასთანო syntax error-ი გვაქვს. კაი, მოდი აბა ჩავიხედოთ რა syntax error-ი გვაქვს. მე მგონი აი ეს ჭყალები არ მოწონს ამას და ზედმეტი მქონდა ეს. მე მგონი მეტი არაფერი სინტაქსური შეცდომა წესით აქ არ უნდა იყოს. მაგრამ ნახეთ რა მოხდა თან მე-13 ხაზზეო. ნახეთ მე-13 ხაზზე create table swipes. Swipes already exists. ანუ მე რო წეღან read-ი გავაკეთე, მართალია ერორები ქონდა, მაგრამ რაღაცები გააკეთა მაინც. ანუ ნაწილობრივ შეასრულა. და მე შემიძლია ვნახო, რომ tables რო ვნახო, swipes უკვე არსებობს. რაც არ მაწყობს ახლა მირჩევნია, რომ თავიდან ისევ ცარილ იმაზე შევქმნა. წეღან არასწორი ნახევრად შესრულებული, ასე ვთქვათ, ბრძანება იყო. ამიტომ მოდი გავაკეთოთ ესეთი რაღაცა drop table swipes. აჰა ნახავთ, რომ ცარიელია, კი ბატონო, და აბა გავუშვათ. ოკეი, კიდე გვაქვს create table cards. Primary key ID. რა სად მაქვს შეცდომა? Primary key ID. აბა კარგად დავაკვირდეთ. Primary key ID. აქ რამე typo ხო არ მაქვს primary keys აკრეფისას. არაფერი typo არ მაქვს. Create table cards. აი აქ წერტილმძიმე მაკლია. ვინც აქამდე უყურებდით და ხდებოდით რა იყო? მადლობა მოთმინებისთვის. მაგრამ წერტილმძიმეს ბევრი რამე, ბევრი ღამის გათენება შეუძლია, ბევრი ღამის თენების გამოწვევა შეუძლია რეალურად ნებისმიერი პროგრამისტისთვის. აბა გავუშვათ. მოდი ისევ tables ვნახოთ, ისევ შექმნა swipes. ამიტომ მოდი ისევ წავშალოთ ეს swipes-ი. ნახოთ რომ ნამდვილად ცარიელია, კი ბატონო და ახლა ახლიდან წავიკითხოთ სქემა SQL-ი. ახლა უკვე აღარ მაქვს ერორები, რაც ძალიან მაგარია. შვენიერი. ახლა შეგვიძლია ვნახოთ სქემა და აღმოვაჩენთ რომ რეალურად რაც ჩვენ შევიტანეთ ჩვენ სქემაში, ყველაფერი ადგილზეა და ყველაფერი რიგზეა. როგორც იცით, სპეციალურად არ ვაედიტებ ხოლმე ისეთ სიტუაციებს, სადაც შეცდომები მომდის, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ შენც მოგივა ეს შეცდომები. და მინდა ისიც გაჩვენო თუ ამ შეცდომების მომენტებში როგორ შეიძლება ასე ვთქვათ თავის დაღწევა და გამოყვანა ასეთი სიტუაციებიდან. და მოდით ახლა დაუბრუნდეთ ჩვენი გაკვეთილის ასე ვთქვათ ბოლო ნაწილს, როგორც დაგვირდით, ჩარლის შესახებ უნდა მოგიყვეთ ამ ბოლო ნაწილში და ზოგადად ჩარლი კარდი რატო ქვია ამ ჩარლი კარდს და საერთოდ ვინ არის ჩარლი. რეალურად იყო ასეთი Kingston Trio, ესეთი ბენდი, რომელმაც შექმნა სიმღერა იმ ლეგენდასთან, არ ვიცით ლეგენდაა თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ მოკლედ რაღაც ამბავია. და რეალურად ამბავი არის ასეთი, რომ ჩარლი Kendall Square Station-ზე შევიდაო და გადაიხადა ფული, მაგრამ რომ Jamaica Plains-ზე რომ უნდა ჩამოსულიყო ამ station-ზე, კონდაქტორმა უთხრაო, რომ კიდევ ერთი ნიკლი უნდა მომცეო. და არ ქონდაო ეს ჩარლისო და წლების განმავლობაში შემდეგ ვეღარ გამოდიოდა მოკლედ ამ მინდა აქვე სადგურიდან წლების განმავლობაში მოკლედ მოუწია ჩარლის ყოფნა ბოსტონის მეტროში. და აი ესეთი ლეგენდა არსებობს თითქოს რომ ჩარლი წლების განმავლობაში ბოსტონის მეტროში იყო, იმიტომ რომ გამოსვლისას არ ქონდა ნიკლი და მოუწია იქ ცხოვრება. შესაბამისად, აი ეს იყო რეალურად ჩვენი მეორე თავი დიზაინი, მონაცემთა ბაზების დიზაინი და იმედია მოგეწონათ ეს ყველაფერი. კომენტარებში აუცილებლად შემეხმიანეთ და მითხარით თქვენი აზრი, რამდენად კარგად გაიაზრეთ ეს ყველაფერი, რამდენად დაგეხმარათ ჩემი გაკვეთილები ამ ყველაფერში. ამასთანავე კომენტარებში კი არა და აღწერაში მიუთითებ, რომ რეალურად ჩემი კამერაც ამასობაში გათიშულა, მაგრამ არა უშავს. აღწერაში მიუთითებ, რომ რეალურად გქონდეს დავალებები და ამ თავის აღწერაში მიუთითებ ამ დავალებებსაც და ვნახოთ რა და როგორ შეიძლება გამოვიდეს და ნახეთ თქვენითაც რეალურად როგორ შეიძლება
ჩვენი აი ამ ცოდნით იმ დავალების გაკეთება, რომელიც ამ თავს მოყვება, ჩემი აზრით ძალიან შეიძლება მოგეწონოთ, დავბრუნდი შვენიერი. და ოკეი, იმედია, კაი გაკვეთილი გამოვიდა. უკვე გადავდივართ შემდეგ თავზე, რომელიც ეძღვნება ჩაწერას. ანუ აქამდე რეალურად ჩვენ განვიხილეთ მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ამოღება, მონაცემთა ცხრილებს შორის კავშირების გაბმა, მონაცემთა ცხრილებში, მონაცემთა ბაზის დიზაინი როგორ უნდა შევქმნათ, ეს იყო უკვე ეს რიგით მეორე თავი, ანუ ჯამში სულ 3 თავი გავიარეთ, მე-0, პირველი და მეორე. და ეხლა მესამე რიგით მესამე თავზე გადავდივართ, writing-ი, ანუ ჩაწერა, შემდეგი თავი უკვე writing-ზე იქნება და უნდა ვნახოთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ინსერტები, ანუ ჩაწერის შესაბამისი ასე ვთქვათ, ბრძანებები იმისთვის, რომ მონაცემთა ცხრილებში მოვახერხოთ ინფორმაციის ჩაწერა. აქამდე არასოდეს აღარ გვიცდია, აქამდე მხოლოდ იყო ის, რომ ან არსებულ ინფორმაციას ვიღებდით მონაცემთა ბაზიდან, ან უბრალოდ მონაცემთა ცხრილებში სტრუქტურას ვცვლიდით. მაგრამ ეხლა უკვე არსებულ სტრუქტურაში უკვე რომ შევქმნით მონაცემთა ცხრილი და მონაცემთა ბაზები, აი იმაში როგორ უნდა ჩავწეროთ ინფორმაციები, აი მაგას ვისწავლით და რეალურად კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწევით მონაცემთა ბაზების შესწავლაში. შვენიერი, მე ძალიან მახალისებს ეს პროცესი. თქვენთან ურთიერთობის კომენტარებშიც რომ აქტიურობთ ძალიან მომწონს და გავაგრძელოთ SQL-ის გარდა კიდევ ბევრი საინტერესო რაღაც გოლის Bitcamp-ის არხზე, ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, მაგრამ SQL-ის კურსიც ძალიან საინტერესოდ ვითარდება და ეს თქვენი დამსახურებაც არის, რის გამოც დიდი მადლობა. აბა დროებით, შევხვდებით შემდეგ თავში.